გამარჯობა ჩემო ოქრო მაყურებლებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს მინდა გაჩვენოთ, როგორ ვამზადებ ჩემ უსაყვარლეს პიცას. და გვირდებით, როცა ერთხელ გააკეთებთ, აღარ მოგინდებათ სხვა, არც ერთ მაღაზიაში ან რესტორანში. გარდა ამისა, გასწავლით, როგორ გქონდეთ ასეთი პიცა სახლში ნებისმიერ მომენტში. გინდ თუ მუშაობთ, გინდ თუ სტუმრები მოულოდნელად მოვიდნენ, ან უბრალოდ გსურთ საყვარელი ადამიანებისთვის გემრიელი სურპრიზის გაკეთება. მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში ცომი უნდა მოვამზადოთ. ეს არის საფუარიანი ცომი და შეგიძლიათ გააკეთოთ ხელით, ან დიდი მიქსერით, ან როგორც მე, პურის საცხობში თუ გაქვთ. თუ გსურთ ერთად გამოვაცხოთ პურის საცხობში, მომწერეთ კომენტარებში და სიამოვნებით გაგიზიარებთ. პიცის ინგრედიენტები აღწერილობაში დაგვხვდებათ როგორც ყოველთვის. პურის საცხობის ჭურჭელში ვასხამთ წყალს. ვამატებთ მარილს, შაქარს, ზეთს, რძეს, ფქვილს და ბოლოს საფუარს. მე არ ვიყენებ მშრალ საფუარს. ჩემი რჩევაა გამოიყენოთ კვადრატულ შეფუთვაში არსებული ცოცხალი საფუარი. ცომი გამოდის ბევრად უფრო ფაფუქი და გემრიელი. ცომი მზადდება პურის საცხობში, დოხ, ანუ ცომის რეჟიმზე. ჩემთან საათ ნახევარი. ამოვიღოთ მზად ცომი და გავყოთ 3-4 ნაწილად. მე აქ ნახევარი პორციით მეც ვამზადებ და ამიტომ 4-ად გავანაწილე. გააბრტყელეთ კარგად თხლად. მე ეს გავაკეთე ჩვეულებრივი ჭიქით, რადგან სხვა არაფერი არ მქონდა, ესეთი ლაიფხაკი. პიცის ფორმას ვაჭრით ტაფის თავსახურით ან დიდი თეფშით. გახსოვდეთ, გამოცხობისას ოდნავ დაპატარავდება. ამიტომ გაასწორეთ ზომა თქვენს საცხობ ფირფიტას მიხედვით. შეგიძლიათ გადაიტანოთ პერგამინტი ჟაროვნაზე და მათ წაუსვათ ტომატი. ტომატი ეს არის ტომატის პასტა და ცოცხალი პომიდორის ტომატი ან თქვენი საწებელა. გამოვაცხოთ 250 გრადუსზე 5-7 წუთი, სანამ ცომი არ წამოფუშდება და ოქროსფერი არ გახდება. ამის შემდეგ ვიწყებთ მთავარი ინგრედიენტის დამატებას. ვაყრით პირველ ფენას კარგ სულგუნს, ბლომად. შემდეგ ვალაგებთ თხლად დაჭრილ პეპერონის ან სალამის ნაჭრებს. ძალიან კარგი ძეხვი უნდა იყოს, რადგან ძალიან მოქმედებს გემოზე. შემდეგ ვამატებთ კიდევ ერთ ფენას სულგუნს ან სხვა ყველს, მაგალითად გაუდას ან ჰოლანდიურს. შეგიძლიათ ჯერ ოდნავ გააგრილოთ ნახევრად მზა პიცა, პირდაპირ მჭიდროდ შეფუთეთ საკვებ ცელოფანში და შედგით საყინულეში. როცა სტუმრები მოულოდნელად მოვლენ, ან უბრალოდ გსურთ ოჯახის წევრების გაახაროთ გემრიელი პიცით, უბრალოდ ამოიღეთ საყინულედან, მოხსენით ცელოფანი და გამოაცხვეთ 3-5 წუთი 200 გრადუსზე. საყინულეში ჩადებისას აუცილებლად კარგად შეფუთეთ, რომ არ დაკარგოს არომატი და არ შეიწოვოს სხვა სუნები. ის მშვენივრად ინახება და ინარჩუნებს ფორმას და გემოს. შეგიძლიათ დააწყოთ ერთი მეორეზე ან გვერდულად, არაფერი არ მოუვა. ბოლოს მზა პიცას ვასხამთ ზეითუნის ზეთს, ექსტრა ვირჯინს ვიყენებ მე. ის არის არომატიული. გახეხილ პარმეზანს და ხმელ ორეგანოს ან იტალიურ სუნელებს. ეს აუცილებელია ბოლოს, რადგან ადრე თუ მიაყრით დაიწვის და დაკარგავს თავის გემოს და არომატს. დაჭერით საჭრელი ბორბლით, დანით ბევრად უფრო რთულია
და სასურველია დაფაზე, ასე უფრო იოლია. ვალა, ნახეთ როგორი გემრიელობა გამოვიდა. აბა გემრიელად მიირთვით, ჩემო კარგებო. დაწერეთ კომენტარებში, თქვენ როგორ ამზადებთ ან რომელია თქვენი საყვარელი პიცა. და არ დაგავიწყდეთ, გამოეწეროთ ჩემი არხი. კარგად ზენდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.